მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დაგთხოვდით ინტერვიუზე, რადგან თქვენი როგორც რუსი ოპოზიციონერისა და ნავალნის გუნდის წევრის პოზიცია, ანალიზი ძალიან საინტერესოა, ისევე როგორც საქართველოში, რუსეთში, სომხეთსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. დავიწყოთ პუტინის რუსეთით, რომლის დატოვებაც თქვენ იძულებით მოგიხდათ. რა მდგომარეობაშია რუსეთი უკრაინასთან ომიდან მეხუთე წელს? მუდმივად საუბრობენ, რომ პუტინის რეიტინგი ეცემა, ხალხი გაბრაზებულია და შიდა კლანური კონფლიქტებია. ინტერნეტის შეზღუდვამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სინამდვილეში რა ვითარებაა, არის ბზარები? თუ პუტინი ისევ მყარად აკონტროლებს სიტუაციას? Well, first, I think Russia broadly is coming to realization that the war in Ukraine and the standoff with the democratic world is a dead end. პირველ რიგში ვფიქრობ, რუსეთი მთლიანობაში აცნობიერებს, რომ ომი უკრაინაში და დაპირისპირება დემოკრატიულ სამყაროსთან ჩიხში შევიდა. გამარჯვება შეუძლებელია და პრობლემები სულ უფრო იზრდება. ამბობენ, რომ სერიოზული პრობლემებია სამხედრო სფეროში, სამხედრო წარმოებაში, ეკონომიკასა და საზოგადოებაში. ამას ემატება უკრაინის ყოველდღიური დარტყმების შედეგები რუსეთის ტერიტორიაზე, რაც დიდ შეფერხებებს იწვევს, მაგალითად აეროპორტებში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. თუმცა დასავლეთში ხშირად ვერ აცნობიერებენ, როგორი ტიპის საზოგადოება შექმნა პუტინმა. დასავლეთში, როცა ხალხი უკმაყოფილოა ხელისუფლებით, აპროტესტებენ, არჩევნებზე ცვლიან ხელისუფლებას, ცვლილებები ხდება. რუსეთში კი პუტინი 20 წელზე მეტია ანადგურებს ყველა მექანიზმს, რომელიც პოლიტიკური ორგანიზების, აქტივიზმისა და პროტესტის საშუალებას იძლევა. შედეგად, არა მხოლოდ საზოგადოებაა პარალიზებული, არამედ ელიტებიც ვერ ახერხებენ ორგანიზებასა და წინააღმდეგობის გაწევას. ერთ-ერთმა ჩემმა წყარომ რუსეთში მითხრა: ჩვენნაირებს უფრო ხშირად აკავებენ ვიდრე თქვენნაირებს. თუ ყოველ დღე რუსულ ამბებს გადახედავთ, ნახავთ, რომ მუდმივად აპატიმრებენ მინისტრების მოადგილეებს, გუბერნატორების მოადგილეებს, მერებს ან სახელმწიფო კორპორაციების მენეჯერებს. ქვეყანაში ღრმა შიშის ატმოსფეროა. ყველა, ვისაც ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია, მუდმივი კონტროლის ქვეშაა. ამიტომ ადამიანებს ორგანიზება თითქმის არ შეუძლიათ. რთულია ქვეყნის მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკიც კი, რადგან საუბარი შესაძლოა ჩაიწერონ და უსაფრთხოების სამსახურებს გადაეცეს. ადამიანები ძალიან ფრთხილად იქცევიან. ანუ არსებობს დიდი დისტანცია ორ მდგომარეობას შორის. ერთი მხრივ ხალხი და ელიტები უკმაყოფილო არიან. მეორე მხრივ მათ თითქმის არ აქვთ მექანიზმები, რომ რამე შეცვალონ. ამიტომ დასავლეთში გავრცელებული საუბრები პუტინის წინააღმდეგ შესაძლო გადატრიალებაზე ჯერ ნაადრევია. ის ნამდვილად კარგავს ავტორიტეტსა და პოპულარობას, მაგრამ ამას და რეალურ პოლიტიკურ ცვლილებებს შორის დიდი უბსკრულია. ჩემი აზრით, თავისუფალმა სამყარომ პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. უკრაინის დახმარებით, სანქციების გამკაცრებით და ასე შემდეგ. ეს მას კიდევ უფრო დაასუსტებს და მომავალში პოლიტიკური ცვლილებების შანსს გაზრდის. To put more pressure on Putin by helping Ukraine, by enhancing sanctions and so on, to make him even weaker, which increases the odds for certain political changes to happen in Russia, not today, but possibly, at some breaking point in the future. მაგრამ მაინც უკვე ვიცით, რომ ამ ომში თითქმის მილიონი ადამიანი დაიღუპა. შეიძლება თუ არა ამ უზარმაზარმა მსხვერპლმა მაინც ბოლოს და ბოლოს პროტესტი გამოიწვიოს. პუტინის ჯარები ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდან უკან იხევენ, რაც ომის დასაწყისში წარმოუდგენლად čanda. შეიძლება ამან საზოგადოებრივ განწყობაზე და პროტესტზე იმოქმედოს? One of the big changes in the past few years are very clearly can be seen also on the internet are cemeteries. ბოლო წლებში რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება სასაფლაოებია. ადამიანები ხშირად სტუმრობენ სასაფლაოებს, რადგან იქ ნათესავები ყავთ დაკრძალული. და ისინი ხედავენ, რომ სასაფლაოები ფაქტობრივად აფეთქებულია ახალი საფლავებით. ადგილობრივ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კონფლიქტი მიწების გამოყოფას ეხება. ხელისუფლებას სასაფლაოების გაფართოება სურს, რადგან უკვე ადგილი აღარ ყოფნის დასაკრძალად. მოსახლეობა ამას ეწინააღმდეგება, რადგან ამ მიწის სხვა მიზნები
ბიზნესებისთვის გამოყენება სურს. ასეთი კონფლიქტები კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე ჩანს. ამიტომ დიახ, მსხვერპლის რაოდენობა ნამდვილად ზრდის უკმაყოფილებას. თუმცა აშკარად ჩანს, რომ დიდი ქალაქების მოსახლეობა, სადაც პროტესტის ყველაზე მაღალი პოტენციალია, მასობრივად არ გაუწვევიათ. პუტინი ძირითადად უფრო ღარიბ რეგიონებს, პროვინციულ ქალაქებსა და სოფლების მოსახლეობას გზავნის ომში. იქ პროტესტის კულტურა ბევრად სუსტია. ინტერნეტსა და ინფორმაციასთან წვდომაც ნაკლებია. თუ ასეთ ხალხს ეუბნებიან, რომ ნატო დაგვესხა თავს, ისინი უბრალოდ მობილიზდებიან და ომში მიდიან. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი უზარმაზარია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი. მისი არათანაბარი განაწილება ქვეყნის მასშტაბით პროტესტის მასშტაბს ამცირებს. ამიტომ ეს მაინც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც პუტინის მიმართ უკმაყოფილებას ზრდის. And this is one of the factors contributing to increasing discontent with Putin. გადავიდეთ საქართველოზე. რა კავშირია თქვენი აზრით ივანიშვილსა და პუტინს შორის? შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია? Well, I used to work in the Russian government in the late 90s after the Russia's 98 default. მე 90-იანი წლების ბოლოს რუსეთის მთავრობაში მუშაობდი. 1998 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როცა ბევრი დიდი ბანკი ჩამოიშალა. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ივანიშვილის ბანკს მაშინ ის უფრო ბორისი იყო ვიდრე ბიზინა. რუსეთის მთავრობა სერიოზულად დაეხმარა და გადაარჩინა. ეს ზუსტად ვიცი, რადგან ვნახე დოკუმენტები, რომელიც ამ ბანკისთვის სახელმწიფო დახმარებას ეხებოდა. ამიტომ აშკარაა, რომ იმ დროიდან გარკვეული კავშირი არსებობს და დარწმუნებული ვარ, ეს კავშირი არასოდეს გაწყვეტილა. ივანიშვილმა კარგად იცოდა, ვინ გადაარჩინა. ბევრი ბანკირი ყველაფერს დაკარგავდა, ზოგი გაღარიბდა, ზოგი ქვეყნიდან გააძევეს. მაგრამ ივანიშვილი როგორღაც გადარჩა და გაძლიერდა. ფიქრობ, ამაში რუსეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მინიმუმ შეიძლება ითქვას, რომ 1998 წლის კრიზისის შემდეგ მისი გადარჩენა მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული რუსეთის მთავრობის დახმარებასთან. ამ დეტალებზე საჯაროდ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ დასაწყისი სწორედ იქ იყო. ფაქტია, რომ ამ კრიზისის შემდეგ რუსეთის მთავრობამ რატომღაც მხარი დაუჭირა მას ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი საკითხია ის, რომ ივანიშვილს ფულის წყურია. ის ფულზეა დახარბებული. ეს ყველამ კარგად იცის და სამწუხაროდ საქართველო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით რუსეთთან ვაჭრობის მთავარ ჰაბად იქცა. Georgia, unfortunately, since the beginning of the full-scale invasion of Ukraine, became a major hub for trading with Russia and sanctions evasion. დიახ, სწორედ ამ თემაზე მინდოდა გადასვლა. ჩვენ ხშირად ვაშუქებთ საკითხს, იყენებს თუ არა რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდისავლისთვის. საინტერესოა თქვენი შეფასება, რა იკვეთება რეალურად, რა როლს თამაშობს ქართული ოცნება პუტინის ინტერესების გასატარებლად და ამდენ შეიძლება საქართველო ამ სისტემის ნაწილი იყოს. So clearly, Ivanishvili's regime is a beneficiary of a major increase of trade and evasion of sanctions. აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დიდი სარგებელი მიიღო ვაჭრობის ზრდისა და სანქციების გვერდის ავლისგან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. აშკარად ჩანს, რომ ბევრი ქართული მოთამაშე რუსეთთანაა დაკავშირებული და სანქციების გვერდის ავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მათი გავლით ხდება. ამიტომ ვფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის რეჟიმი ბოლო წლებში ფინანსურად მნიშვნელოვნად გაძლიერდა რუსეთთან ამ არალეგალური ვაჭრობისა და სანქციების გვერდის ავლის შედეგად. შესაბამისად, რეჟიმი უფრო მტრულადაც განეწყო ევროპის მიმართ, რადგან ევროპა აშკარად უკმაყოფილო იყო იმით, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის ჰაბად გადაიქცა. ამიტომ სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ საქართველო რაღაც ეტაპზე მეორადი სანქციების სამიზნე გახდა. Because Europe was clearly unhappy with the fact that Georgia became the sanctions evasion hub. So clearly it was a no-brainer that it's going to be targeted with secondary sanctions at some point. ისინი ამას კატეგორიულად უარყოფენ. Yeah, but you really have to turn to massive amount of publications by investigative journalists across Europe. მაგრამ საკმარისია ევროპელი საგამოძიებო ჟურნალისტების მრავალრიცხოვან გამოძიებებს გადავხედოთ, რომლებმაც ამ კავშირების დიდი ნაწილი გამოავლინეს. სტატისტიკაც თავისთავად მეტყველებს. საქართველოში უცებ არ გაჩენილა ევროპული საქონლის ისეთი დიდი ბაზარი, განსაკუთრებით რთული და
მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული მოწყობილობებისთვის. ასევე არ გაჩენილა საქართველოში ისეთი წარმოებები, რომლებსაც ამდენი ტექნოლოგია სჭირდება. და ამავე დროს მოულოდნელად რუსეთისთვის განკუთვნილი უამრავი საქონელი საქართველოს გავლით ივაჭრება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შედარებით პატარა ბაზარია. ამიტომ აშკარაა, რომ საქართველო უბრალოდ რუსეთთან ფარული, საიდუმლო, საზღვარგარეთული ვაჭრობის გამტარ არხად გამოიყენება. ამის დასამტკიცებლად მხოლოდ სტატისტიკის ნახვაც საკმარისია. ამას საერთოდ არ სჭირდება გრძელი ან რთული ანალიზი. მათ შეუძლიათ რაც უდად ის უარყონ, მაგრამ რეალობა ძალიან ნათელია. ეს საკითხი მუდმივად განიხილება ევროკავშირის დონეზე სანქციების პაკეტებზე მსჯელობის დროს. დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მეტი ქართული კომპანია და ფიზიკური პირი მოხვდება მეორადი სანქციების სიაში. რადგან ისინი რუსეთთან სანქციების გვერდის ავლის ვაჭრობას უწყობენ ხელს. ეს ვაჭრობა ძალიან აქტიური და მომგებიანი იყო. ამიტომ მათ ამით დიდი ფული იშოვეს. So they got obviously a lot of money from it, which is that is proven by statistics and simple analysis of the cash flows, and you don't have to go far to see these numbers. მე მაინც მინდა დავუბრუნდე თბილისსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის არხებსა და საშუალებებს. ვინ შეიძლება იყოს საკონტაქტო პირი პუტინსა და ივანიშვილს შორის და რა ტიპის ურთიერთობაზე ან რა გზებით შეიძლება ხდებოდეს ასეთი კომუნიკაცია? Well, because Ivanishvili is a former Russian oligarch. რადგან ივანიშვილი ყოფილი რუსი ოლიგარქია, დარწმუნებული ვარ, მას საკმარისი ბიზნეს კავშირები აქვს რუსეთის გაუმჭვირვალე ბიზნეს გარემოში. როგორც ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიებებიდან რუსეთის ჩარევაზე ამერიკულ არჩევნებში და სხვა მაგალითებიდან. ვიცით, რომ რუსეთში საკმარისზე მეტი ბიზნეს ფიგურაა, ვისაც შეუძლია შუამავლის როლი შეასრულოს და შეტყობინებები გადასცეს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის დროს საქართველოს სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებისთვის ერთგვარი სათამაშო მოედანი. იქ ძლიერი წარმომადგენლობა აქვს და არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ საჭირო შეტყობინებების გადაცემა. ამიტომ საქართველოს რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე უკანა არხების დეფიციტი ნამდვილად არ არის. ამას გარდა ივანიშვილს რუსული ბიზნეს წარსული და უამრავი კონტაქტი აქვს. თუმცა მგონია, რომ საქმე მხოლოდ შეტყობინებებში არ არის. ივანიშვილმა სავარაუდოდ ძალიან კარგად იცის, რა უნდა პუტინს მისგან. ხშირად პირდაპირი მითითებებიც კი აღარ არის საჭირო. უკვე აშკარაა, რომ რუსეთი დადებითად უყურებს საქართველოს მონაწილეობას სანქციების გვერდისავლაში და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებას. ამ ყველაფერზე მოსკოვიდან საჯარო დადებითი შეფასებებიც კი იყო. ასე რომ პირდაპირი ინსტრუქციებიც კი ხშირად აღარ არის საჭირო. ყველაფერი საკმაოდ ადვილად იკითხება. So it doesn't even take an instruction to do it. I think it's very easy to figure out. გასაგებია. თქვენი აზრით, რა არის ივანიშვილის მხრიდან პუტინთან ურთიერთობაში გადამწყვეტი? ფინანსური დაინტერესება თუ შიში? Financial interest obviously plays a key role, but ფინანსური ინტერესი აშკარად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება ხელში იმიტომ ჩაიგდო, რომ ხელიდან აღარ გაეშვა. მას სურდა გამხდარიყო კიდევ ერთი ძლიერი ლიდერი, როგორც ნახეთ მაგალითად რეგიონის ბევრ ქვეყანაში, სადაც ლიდერები არჩევნებით მოდიან. შემდეგ ისინი ძალაუფლებას აძლიერებენ და ქმნიან პიროვნებაზე დაფუძნებულ რეჟიმს. ჩანს, რომ ივანიშვილიც ამ მიმართულებით მიდიოდა თავიდანვე. ევროკავშირი და დასავლეთი ამას ვერ მიიღებდნენ, რადგან ისინი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას ითხოვენ. ამავდროულად მოგეხსენებათ, რუსეთს ძალიან მოსწონს და მიესალმება ამ მეგობრულ პერსონიფიცირებულ დიქტატურებს, რათა პუტინმა შეძლოს მათი ექსპლუატაცია საკუთარი სარგებლისთვის. ასე რომ ცხადია, საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკური ტრაექტორია რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი გახდა. ხოლო ევროპასთან დამოკიდებულება კი უფრო კონფლიქტური. საბოლოოდ ეს არის როგორც ფინანსური ინტერესების, ისე პოლიტიკური მიმართულების კომბინაცია. საქართველოს მოძრაობა სისტემისკენ, რომელიც უფრო ახლოსაა პუტინის ტიპის ძალაუფლებრივ მოდელთან და შორს ევროპული დემოკრატიისგან. Which is not welcomed by the democratic Europe, but instead embraced by Putin. დიახ, ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და ჩვენს თავზე ვგრძნობთ. თქვენ ენერგეტიკის სფეროდან მოდიხართ, რა შეგიძლიათ გითხრათ ბიძინა ივანიშვილის გაზპრომთან კავშირებზე? ამბობენ, რომ ის ერთ-ერთი აქციონერი იყო. შესაძლებელია თუ არა, რომ დღესაც ჰქონდეს მას გარკვეული კავშირები გაზპრომთან?
I'm not sure about that, and I think this would have been like a very unwise exposure on his part. ამაში დარწმუნებული არა ვარ. და ვფიქრობ ეს მისი მხრიდან ძალიან უგუნური გამოაშკარავება იქნებოდა, თუმცა არც უარყოფ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ ის წარსულში ძალიან ღრმად იყო ჩაფლული რუსეთის ენერგეტიკულ ბიზნესში, ბევრ მინიშნებას იძლევა მის წარსულსა და რუსეთში მის კავშირებზე. ასე რომ ვფიქრობ, გარკვეულ მომენტში შესაძლოა მან ეს გაცვალა, რათა სრულად დასახლებულიყო საქართველოში და თქვენს ქვეყანაზე კონტროლი და ბატონობა დაემყარებინა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მან რუსეთიდან ჩამოიტანა მეთოდები, რომლებსაც დიდი ოლიგარქიული რუსული ბიზნესი იყენებს, რაც გულისხმობს ადამიანების, საზოგადოების, მედიის სრულ კონტროლსა და მოსყიდვას და რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც არ ემორჩილება. ამას შეიძლება გაზპრომის კულტურაც უწოდოთ, რომელიც მან რუსეთიდან გადმოიტანა. არ ვიცი, დღესაც აქვს თუ არა კომერციული კავშირები გაზპრომთან, მაგრამ ეს პრაქტიკა აშკარად თან გამოიყოლა. ეს არის პოლიტიკური კონტროლისა და პირადი გამდიდრების მოდელი, რომელიც რუსეთში გაზპრომისა და პუტინის სისტემასთანაა დაკავშირებული. ეს არის ის, რასაც პუტინი და გაზპრომი აკეთებენ და ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი თითქმის იმავე მოდელს ამკვიდრებს საქართველოში. This is what Putin and Gazprom do, and I think Bidzina is replicating pretty much the same thing in Georgia. დიახ, მას ფაქტობრივად მძევლად ყავს აყვანილი ქვეყანა და საქართველოთი ვაჭრობს და ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ რეგიონის ქვეყნებიდან ასე რადიკალურად მხოლოდ საქართველო უპირისპირდება დასავლეთს. თუმცა დასავლეთის რეაქცია შესაბამისად მკაცრი და ადეკვატური არ არის. რატომ აძლევს ევროპა და ამერიკა ივანიშვილს ამდენის უფლებას? აი თუნდაც ანაკლიის სპორტი, რომელზეც ამერიკელებს უარი უთხრეს. რით არის გამოწვეული ამ ტიპის პოლიტიკა, რომელიც ივანიშვილს ფაქტობრივად ახალისებს? American administration currently is more ambiguous towards values and the rule of law, is more inclined towards making some sort of practical deals which they consider to be pragmatic. ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაცია ამჟამად უფრო ბუნდოვან დამოკიდებულებას იჩენს ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ და უფრო მიდრეკილია გარკვეული პრაქტიკული გარიგებებისკენ, რომლებსაც ისინი პრაგმატულად მიიჩნევენ. ამიტომ ვფიქრობ, შესაძლოა მათ ივანიშვილთან ჯერ არ მიუღწევიათ იმ ეტაპამდე, როცა მას უვარგის პარტნიორად მიიჩნევენ. მათ ჯერ კიდევ სურთ ჩართულობა და ცდილობენ გარკვეული ერთობლივი პროექტების გაკეთებას. ამიტომაც არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ივანიშვილის მიმართ უფრო ბუნდოვან დამოკიდებულებას იჩენს. ვფიქრობ, ევროპას უფრო მეტი მიზეზი აქვს შეშფოთებისთვის, რადგან ევროპელებმა ძალიან კარგად დაინახეს და იციან, სადამდე მიდის ეს ყველაფერი. როდესაც გაქვს პიროვნებაზე დაფუძნებული მაფიოზური დიქტატურა, ჩვეულებრივ ასეთი ქვეყნები მთავრდება პუტინის გავლენის სფეროში. როგორც ეს მოხდა მაგალითად უნგრეთსა ან სერბეთში, ან დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში და ასე შემდეგ. ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება განსხვავებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ივანიშვილი ზედმეტად შორს სწავა, რაც ჩემთვის არ წარმოადგენს კითხვას თუ, არამედ როდის, მაშინ ეს ამერიკასაც შეაშფოთებს. Ivaniishvili goes too far, which is to me not a question of if, but a question of when. I think it will make the US worried too. იმედია ეს რომ მალე დადგება. სამაგიეროდ სამხრეთმა შთამბეჭდავი გარღვევა მოახდინა, სულ მალე გადამწყვეტი არჩევნები აქვთ. ხედავთ ევროპის და ამერიკის ძალიან დიდ მხარდაჭერას. JD Vance, მარკო რუბიო იმყოფებოდნენ ერევანში, პრეზიდენტმა ტრამპმაც დაწერა მის სოციალურ ქსელში, მაგრამ რუსეთიც იმუქრება. გამოუვა პუტინს სომხეთში ივანიშვილი 2? No, I think definitely not. I think Armenian population already figured out that you don't want to be trampled underfoot. არა, ნამდვილად არა. ვფიქრობ, სომხეთში მოსახლეობამ უკვე გააცნობიერა, რომ არ სურს ფეხქვეშ გათევლა, რომ პუტინის რეჟიმისა და ძალების წინაშე დანებებას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იცით, ყარაბაღის ომისა და ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, რაც აშკარად ბევრ სომეხს არ მოსწონს. ამის მიუხედავად, ხედავ ბევრ ადამიანს, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს ფაშინიანსა და მის მთავრობას, რადგან სომხებს ესმით და სრულად აცნობიერებენ, რომ არ სურთ პუტინის სათამაშო მოედანი გახდნენ. სწორედ ამიტომ ის მეთოდები, რომელსაც რუსეთი იყენებს, თავისთავად კონტრპროდუქტიულია. ისინი ემუქრებიან საკვებისა და საქონლის ემბარგოთი და ახორციელებენ სხვადასხვა სახის ზეწოლასა და მუქარას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხებს არ სურთ ასეთ პირობებში მოხვედრა. ამიტომ სომხეთის არჩევნების წინ
შინ ვფიქრობ, საზოგადოებაში ძალიან მკაფიო გაგებაა იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს. თუ პროდასავლური, პროევროპული ძალები და ფაშინიანი არჩევნებში დამარცხდებიან, სომხეთს კარგი არაფერი ელოდება. ისინი ძალიან კარგად ხედავენ საქართველოს მაგალითს. ქვეყანა ნელ-ნელა ხდება პუტინის უკანაეზო, რაც ხალხს არ მოსწონს და მხოლოდ მმართველ მაფიას ამდიდრებს. Becoming Putin's backyards, which doesn't make people happy and only enriches the ruling mafia. I'm sure Armenians don't want that and that Putin's pressure will be rejected. Let's hope for it and fingers crossed. მაგრამ პუტინი არ ჩერდება და სომხეთს ტრადიციული ინსტრუმენტებით, ენერგორესურსებით ემუქრება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთის გაზის დაახლოებით 85% რუსეთიდან მოდის, რამდენად გაუძლებს ამ ზეწოლას სომხეთი? მეორე მხარეს არის აზერბაიჯანი, მასზე დამოუკიდებულებაც. რა არჩევანი რჩება სომხეთს? It's a tough spot. ეს რთული და გამომწვევი იქნება, რადგან დიახ, სომხეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე, რუსულ გაზზე. ზამთარი მალე დადგება და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი განსაკუთრებით იყენებს ამ ენერგომომარაგების ბერკეტს იმ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების გასაყინად. ასე რომ ეს შეიძლება გამოწვევა იყოს, მაგრამ ისევ და ისევ. კითხვა ასეთია, მზად იქნებით? სომხეთმა 90-იან წლებში უკვე განიცადა ძალიან მძიმე ენერგეტიკული კრიზისი. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ხალხმა იცის, რას ნიშნავს პუტინზე დამოკიდებულება და როგორ ძარცვავენ პუტინის მეგობრები მეზობელ ქვეყნებს, იმისთვის რომ პუტინს ასე ამოვნონ. დარწმუნებული ვარ, სომხებს ეს არ სურთ და მზად იქნებიან გარკვეული სირთულეების გადასატანად, რათა შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რუსეთის გავლენისგან. I'm sure Armenians would not want that and would even be ready to withstand certain hardships to maintain their sovereignty and independence from Russian influence. და ბოლოს, როგორც ჩვენ საქართველოს შორიდან, რა განსხვავება და მსგავსებაა პუტინის რუსეთსა და ივანიშვილის საქართველოს შორის და თქვენ როგორც რუსი ოპოზიციონერი, რა სიტყვით, რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ თქვენი გამოცდილებიდან დიქტატურასთან უთანასწორო ბრძოლაში? Important lesson from Russian experience is not to give up and not to try to adapt to new authoritarian reality. რუსული გამოცდილებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილია არ დანებდეთ და არ წადოთ ახალ ავტორიტარულ რეალობასთან ადაპტაცია, რადგან ბევრ ადამიანს აქვს ეს ცდუნება. ისინი ამბობენ, რომ ეს არის თამაშის ახალი წესები და ვინა ვართ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, რომ ამ დიდ სამთავრობო მანქანას დავუპირისპირდეთ. მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან ღირებულია წინააღმდეგობის გაწევა. რუსული გამოცდილებიდან გაკვეთილი ის არის, რომ რუსებმა დიდი ზარალი მიიღეს, იმიტომ რომ წინააღმდეგობა ადრეულ ეტაპზე არ გაუწიეს რეჟიმს. გარწმუნებთ, ბევრი რუსი ოპოზიციონერი ძალიან შთაგონებულია ქართველების ბრძოლითა და ერთგულებით. ასობით დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტით, რომელიც იმართება ივანიშვილის ქმედების წინააღმდეგ. ეს პროტესტი გრძელდება და ძალიან შთამბეჭდავია. შეიძლება შედეგი დაუყოვნებლივ არ მოიტანოს, მაგრამ მნიშვნელოვანია გაგრძელება და არ დანებება. რადგან გარკვეულ ეტაპზე დიქტატურები შეიძლება დროებით ძლიერი ჩანდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მაინც იწყებენ საკუთარ თავთან კითხვების დასმას. არსებობს თუ არა პერსპექტივა. რამდენიმე წლის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ რუსეთი ძალიან გამძლეა დასავლური ზეწოლის მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია იყო. ზარები ჩნდება, რადგან სანქციები, ზეწოლა და თავისუფალი სამყაროს სოლიდარობა მუშაობს. ამიტომ მნიშვნელოვანია არ დანებება და შეუგუებლობა ახალ ავტორიტარულ რეალობასთან. მაგალითად, უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ხალხმა საბოლოოდ სადა ქვეყნის დაბრუნება და წარმატებასაც მიაღწია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დრო დასჭირდება. არ უნდა დანებდე. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ შედეგი აუცილებლად იქნება. No matter how long it takes, don't give up, continue the fight, and ultimately it will bring results. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის, საინტერესო ანალიზისთვის. Thank you. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.